საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩენ ჯიანფუს შეხვდა. ჩინეთის ელჩის განცხადებით ის საქართველოში დიპლომატიურ მისიას 20 აგვისტოს დაასრულებს. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის თემაც მის გაწეულ საქმიანობას შეეხებოდა. საქართველოში ჩინეთის ახალ მიმდინარე წლის ბოლოს ელოდებიან. უკვე 2 წელია და 10 თვეა საქართველოში მუშაობდა, ძალიან მალე სამშობლოში ბრუნდები. ამიტომ დღეს გამართი შეხვედრა დავით საგანელიძესთან, რათა ხელი შეუწყოთ მომავალში ჩინურ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ამ წლების მანძილზე მე დავინახე, როგორ ვითარდებოდა საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მე ჩინეთში ვაგზელებ მუშაობას, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გარღვევებას ხელში შევუწყობ. თვის ბოლოს, როგორც მისგან ვიცი, საქართველოში ჩამოვა ახალი ელჩი, რომელიც ამჟამად არის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სასაზღვრო და ზღვისპირა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსულენოვანი, ვინაიდან ის წლების განმავლობაში როგორც ჩანს მუშაობდა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც მრჩეველი ამ საკითხების და ის კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკას, პოლიტიკას, მათ ჩახედული საკითხებში.